ცნობილი ანსამბლი მაყურებელთან შესახვედრად ემზადება ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი რუსთავი ოპერისა და ბალეტის თეატრში განახლებულ საკონცერტო პროგრამას წარმოადგენს. ახალი კოსტიუმები, ფოლკლორის უნიკალური ნიმუშების სხვადასხვა კუთხიდან თანამედროვე სცენოგრაფია, 58 წლიანი ისტორია და შემოქმედება ახალი ხედვით გაცოცხლდება. ლეგენდარული ანსამბლის კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 7 ივნისს გაიმართება. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერი საქართველოს პირველი არხია. საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი რუსთავი კონცერტისთვის ემზადება. მაყურებლის წინაშე ანსამბლი განახლებული საკონცერტო პროგრამით წარსდგება. თითქმის 6 ათეული წლის წინ ლეგენდარული ქართველი მუსიკოსის ლოტბარის საგუნდო დირიჟორის ანზორ ერქომაიშვილის დაწყებულ საქმეს ახლა მიხეილ ჯავახიშვილი აგრძელებს. რუსთავის სამხატვრო ხელმძღვანელი ინარჩუნებს ერქომაიშვილის ეპოქაში ჩამოყალიბებულ შემოქმედებით ხელწერას და ამავდროულად ახალ სიცოცხლეს წენს ქართულ ფოლკლორს. გაერთიანებული დასი წარდგება მსმენელის და მაყურებლის წინაშე მომღერლების, მოცეკვავების და ინსტრუმენტალისტების მონაწილეობით წარმოდგენილი იქნება ანსამბლ რუსთავის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი რეპერტუარი და თან ქართული ხალხური შემოქმედების მარგალიტები. ეს რეპერტუარი აგებულია კავშირში ამ შემთხვევაში ანსამბლ რუსთავის ისტორიასთან. სადაც ბატონი ანზორ ერქომაიშვილი, ბატონი ფრიდონ სულობერიძე, ჰამლეტ გუნაშვილი და მთელი ის თაობა არის წარმოდგენილი და მათი ნაღვაწია წარმოდგენილი, რომელმაც ქართული ხალხური სიმღერა უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა. 2 საათიან პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერისა და ცეკვის გამორჩეული ნიმუშები, აკადემიური შესრულებითა და განახლებული სცენური ხედვით იქნება წარმოდგენილი. საღამოს კულმინაცია კი ქართული მრავალხმიანობის ერთ-ერთი კლასიკური ნიმუში კომპოზიცია ჩაკროლო იქნება. ჩვენ ვემზადებით მაყურებელთა წარსადგენად არა მხოლოდ განახლებული რეპერტუარით, არამედ განახლებული კოსტიუმებითა და სცენოგრაფიით და შევხვდებით ერთმანეთს 7 ივნისს 20 საათზე ოპერისა და ბალეტის თეატრში. რუსთავი ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად 1968 წელს დააარსა. თავიდან ანსამბლი მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს კი მომღერლებს მოცეკვავეთა გუნდიც შეუერთდა. დაარსებიდან დღემდე ანსამბლმა ასობით კონცერტი გამართა. ქართული ქორეოგრაფია და ხალხური სიმღერა გააცნო მსოფლიოს და მილიონობით მაყურებლის სიყვარული და ტაში დაიმსახურა. თითქმის ყველა ცეკვა არის განახლებული, იქნება განახლებული კოსტიუმები. ძალიან ბევრი ცვლილებებია როგორც მუსიკალურად, ისე ქორეოგრაფულად და რა ვიცი, ძალიან დიდი ბედნიერება ელის მაყურებელს და ვიმედოვნებ, რომ ანსამბლი რუსთავი როგორც ყოველთვის ძალიან გაახარებს მაყურებელს და წარდგებით ღირსეულად როგორც ჩვენ ანსამბლს ეკუთვნის. ანსამბლ რუსთავის კონცერტი 7 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.